საქართველოში 23 საათია. ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. კონტროლის პალატას ეკითხებიან, თქვენ დაჯარიმებასა და შაჰ-აბასის გამანადგურებელ ლაშქრობებს შორის რაიმე განსხვავება არისო? პალატა კიდე პასუხობს, როგორ გეკადრება ჩვენ ისლამის მიღებას არავის მაიძულებთო? დარჩიაშვილს ეკითხება კვესიდაძე. გვითხრით, ვინ იქნება მომავალი პრემიერ-მინისტრიო და დათო კიდე პასუხობს, ეჰეკა მტერს მოხვდა იმის საფერფლეო. საგამომშვიდობისად თქვენს ტელე და რადიო ყუთებში ყოველდღიური გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მიუღარაცების სამყარო ვასიკო ოდიშვილი გახლავთ. რას აპირებს ხალხო ბოლოს და ბოლოს ეს კაცი? დარჩება პრემიერად თუ წავა? კარგი ხა თვითონ არ ამბობს, მაგრამ ეკრება ვინმე მაგის შინაურს მაინც დაცდეს ერთი ორი სიტყვა, მაგრამ არა, ეგ შინაურებიც კარგად ყავს მაგას გაწვრთნილი. აი ერთმა ეგეთმა ნახეთ როგორ გასცა მაღალი სამომავლო გეგმებზე დასმულ შეკითხვას პასუხი. თქვენ თქვით რომ 2 წელი ჯერ საკმარისი დროა იქამდე დარჩენილი სანამ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული პრეზიდენტის მხრიდან, მაგრამ გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში არის ძალიან პრინციპული, ანუ პრინციპს რას აღიარებთ? უნდა შეიძლება თუ არა დარჩეს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრად, ანუ ფაქტობრივად დარჩეს იგივე ძალაუფლებით, თუ არა. აი ამ ორ პრინციპს შორის ჩამოყალიბებულია თუ არა ხედვა უმრავლესობაში. პასუხად არ ჩამითვალოთ, მაგრამ პოლიტიკა ითხოვს ისეთ პასუხებს, როგორცაც გონია მე გაგცემთ და ეხლა თქვენ არ ჩამითვალეთ. არა, არის თუ არა დემოკრატია კარგი ამ კითხვაზე, ხო არსებობს ავტორიტარიზმი ცუდია. ანუ არსებობს პრინციპებზე გასაგებია ესა, მაგრამ მე გეტყვით შემდეგ რამეს, რომ როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 წელი რჩება, ხო, როგორც თქვენ თქვით დაახლოებით, ხო? საქართველოს და ძალიან ბევრი სხვა ქვეყანა არ არის ის ქვეყნები, რომელშიც 2 წლით ადრე უნდა ითქვას ყველა სახელი და წერტილი დაესვას ამას. არ არის ასეთი ქვეყანა. პრინციპი რა თქმა უნდა არის, რომ ხელისუფლება უნდა იცვლებოდეს, ადამიანების როტაცია უნდა ხდებოდეს, ეს პრინციპი არსებობს და ამ პრინციპს არავინ არ გაურბის. აჰა, ესეც საქართველოს და ქართველების ბრალი ყოფილა. გვამწიფა ჩემამაღალმა, გვამწიფა, მაგრამ ისე მაინც ვერ მოგვამწიფა, რომ 2 წლით ადრე მომავალი პრემიერ-მინისტრის სახელი გვითხრას და ჩვენც მშვიდად შევეგუოთ ყველაფერს. არა რა ვიცი, ახლა არ მეგონა ნაციონალების სახელის დარქმევაზე ამდენი ჭოჭმანი თუ დაჭირდებოდა. აგერ ბიზნესს ერთი გადაბრუნებული სიტყვა არ დაამთავრებინეს, მაშინ უნდა მივარდნენ და ბორისი დაარქვეს და ვითომ ახლა მომავალი პრემიერის სახელის თქმა ასე უნდა გაჭირებოდათ, კაც. რა ვიცი, ისე ჩვენც მაგრები ვართ რა ხალხო რა. დავაკვირდეთ ჩვენთან სხვა რაღაცების სახელებს და ძალიან ადვილად მივხვდებით რა ერქმევა ჩვენს მომავალ მმართველს. ესე იგი, ხალხის თავპირში ცემას რა ქვია ჩვენთან? წესრიგის დამყარება. მონოპოლიურ ბიზნესს? კი ბატონო, ლიბერალური ეკონომიკის დიდი მონოპოლარი. და აი იმას 150 ჩუმ და გულჩათხრობილ ადამიანს დიახ ბატონო, მაგათ ჩვენში საპარლამენტო უმრავლესობას ვეძახი. ხო და რა გაგინათ კაცო? კაც ყველაფრისთვის ისეთი სახელი დაურქმევიან, რომ მის მარადიულობას და პირველობას საფრთხე აღარაფერმა შეუქმნას და რა ვიცი ეხლა ვითომ მომავალ პრემიერ-მინისტრს შოთა ერქმევა ანგელა? რაღაც არ ამგონია. მიდი პატარა, მიდი, გაგვაკონტროლე და თქვენი უსაყალესი კანონებიც გადაგვარტყით ბეჭებს. დაგვამდაბლეთ და დაგვიმორჩილეთ, თორემ შეიძლება ვინმე უცებ ნაციონალური მოძრაობის კონკურენტი გახდეს და ხომ დაგვექცამერეთ თავზე ქვეყანა. მიდი, გაგვაკონტროლეთ. აი ასე მგზნებარეთ მინდა დავიწყო საუბარი ჩვენი საამაყო კონტროლის პალატის უნიკალურ დემოკრატიული საქმიანობის შესახებ. იურიდიულმა პირმა ფიზიკური პირის მეშვეობით განახორციელა უკანონო შემოწირულობა ქართული ოცნების ანგარიშზე, რაც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით დასჩათქმედებას წარმოადგენს. შესაბამისად, ორივე სუბიექტი, როგორც ნუგზარ ხუციშვილი, ასევე შპს ქართულ მშენებელი დაჯარიმდა უკანონო შემოწირულობის 20,000 ლარის ათმაგი ოდენობით 200,000 ლარით. დაჯარიმდა ასევე ქართული ოცნება. ხედავ მაღალო რა ხდება შენი და ობამას საყვარელ დემოკრატიულ საქართველოში. შენმა უკონტროლო კონტროლის პალატამ ჩვენი ამდენი სამართლიანი გადმოჯარიმებით მარტო ჩვენ და ჩვენს მშენებარე დემოკრატიას კი არა, უკვე თვითონაც მაგრად გადაიჯარიმა თავზე. ვინმე კაცო ამ კონტროლიორებსაც გაუწიოს კონტროლი, თორემ უკვე ბიზნესჩემზე გამწარებულებმა აკაუდა შემოდგომიდან შემთხვევით ტაკოზე გრილმა სიომ არ შემოგვიბეროსო, ისე აიშვეს რომ მარტო ჯარიმებს ვიღაჩივის კაცო. ასეთი ტემპებით თუ გააგრძელეს, მალე ალბათ ვენახსაც აგვიკაფავენ ის ქალაქებს გადაგვიწავენ და ბოლოს გიორგიევსკის ტრაქტატსაც განაახლებენ. არა და ეს კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის უფროსი ნათია მოგელაძე თავიდან რომ გამოჩნდა, ანგელოზივით გოგო იყო და მის დანახვაზე გულში ცოტაოდენი სითბოც კი ჩამეყვარა, მაგრამ ახლა კაცო უკვე იმდენ შვება, ნელ-ნელა სოსო თოფურიძეს ემსგავსება და ჩემი სითბოც ზოგ-ზოგიერთების სკამებივით გრილდება.
ერთი სიტყვით, ბიძინა ჩემო, აღარავის ხელფასი და პრემია აღარ მისცე და ჯობს ისევ ლეიბორისტებმა გლანძღონ. თორემ შემოდგომიდან მე მგონი შენ ერთი საქართველოსდან გადეპორტებული, გაძვალტყავებული და სიგარების ზღვარს ქვემოთ მყოფი რუს ფრანგა იქნები და ნათია მოგელაძე კიდევ პრემიერ-მინისტრი თუ არა სოფლის მეურნეობის დედა მაინც გახდება და ემათხოვრე მე 2 ფუთი ჰიბრიდული სიმი. აი ასე შექსპირისეულად დასრულდა ეს ამბავი და კონტროლის პალატას კიდევ ერთი ასეთი კახური თხოვნით მიმართა. აბა ჯიგარო მაკონტროლებლებო. ყველაფერი კაც მოტვინეთ და მე თქვენს საკუთარ თავ კონტროლი გაუწიეთ. გაიგე. ახლა აბების ეთერში რეკლამაცინის მიღების დროა. რეკლამაცინი ჩვენს ეთერში. საქართველოს ხელისუფლება ყიდის ყველაფერს, რაც იყიდება და რაც არ იყიდება. რომაელების აშენებულს, მონღოლების დაანგრეულს, რუსების ოკუპირებულს და თან ყიდის ერთლარად. ხოლო 999,999 ლარი ქართველი ხალხის კეთილდღეობას ხმარდება. იყიდება საქართველო, ფასი სიმბოლური 1 ლარი. ზვირფასო საქართველოს ბედიღბალზე დაფიქრებულო საზოგადოება. საქართველოს მოსახლეობა მწუხარებით იუწყება, რომ ჩვენთვის ესოდენ სანუკვარი საქართველოს კონტროლის პალატა წყობრიდან გამოვიდა და კონტროლს ვეღარ ექვემდებარება. მოგმართავთ თხოვნით, რომ ვისაც რისი საშუალება გაქვთ, იმით დაგვეხმაროთ ამ ავად კონტროლირებადი ტერიტორიიდან ევაკუაციაში. ქართველი ხალხი ერთ ლოყაშიც შემოგვარდეს, მეორეშიც და ახლა რაღა მივუშვიროთ. ქართული ნაციონალური მედია საშუალებები ერთმანეთს არა მხოლოდ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ეჯიბრებიან, არამედ ვერტიკალურ სლაშიც კი არ უთმობენ ერთმანეთს პირველობას. ვინ უკეთ ცოცავს კლდეზე ჟურნალისტებმა საკუთარი ძალები დღეს მაღაზია ექსტრიმში ხელოვნურ კლდეზე მოსინჯეს. ეჯიპტში რუსთავი ორისა და ახალი არხის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ტურნირი ფესტივალ ნიამორის ფარგლებში გაიმართა და მან უკვე ტრადიციული სახე მიიღო. გუნდურში ეჯიპტში გამარჯვება ახალმა არხმა მოიპოვა და 45 ქულით კონკურენტები დაამარცხა. აი ხო ვამბობდი კაცო, რომ ნაციონალურ მედია საშუალებებს ყველაფერი შეუძლიათ. მაგათვის დაბრკოლება არ არსებობს. ნიხლიკები დარბიან სალკლდეებზე. ეხლა თავიდან კი გამიკვირდა, ამ რუსთავი ორ საიდან აქვს კედელზე ცოცვის ასეთი უბადლო ნიჭი თქო, მაგრამ მე გამახსენდა. მაგათი წინაპარი ხომ სალკლდეებზე მცოცავი წვეროსი კიწმარიშვილია და აღარც გამკვირვებია, რომ წვეროსი კიწმარიშვილის შთამომავლები ასე კარგად დაბობგავენ კლდეებს. გარდა ამისა, ახლა საარჩევნო წელია, ჩემი მაგალის PR კამპანია აქტიურ ფაზაში შედის და მაგალისგან ყველაფერია მოსალოდნელი და სულაც არ არის გამორიცხული, წრიაპები მოირგოს და მაგალ ესე იგი მწვერვალებზე აცოცებაც მოინდომოს ხო. რუსთავი ორი ჟურნალისტებიც ახლა ხომ უნდა იყვნენ მზად, რომ კამერით მომარჯვებულები ფეხ-დაფეხ მიყვნენ ჩემი მაგალის ნაკვალებს. ისე კი, ისა კარგია ეს სპორტული შეჯიბრებები, ჯანსაღი ცხოვრების წესია, მაგრამ რუსთავი ორს და დანარჩენ ნაციონალურ მედიას მე მაინც 200-ს დავუწერდი კლდეზე ცოცვაში. არ გამოგდით ხალხო ეს კლდეზე ცოცვა და რას ეპოტინებით კაცო. ყველა ძალებს კარგავ და ფრჩილებსაც იფუჭებ. მაგას არ ჯობს ეხლა, სადაც ცოცავთ ისევ იმაზე იცოცო. თან სადაც აქამდე გიცოციათ, ეხლა არც ძალიან მაღალია ასაცოცებლად, სადღაც 2 მეტრამდე იქნება და თან ეხლა მნიშვნელობაც არ ექნება პირველი აცოცდები თუ ბოლო. ჩემს მაგალს მაინც ყველანი ერთნაირად უყარხარ. ხო და ისა დაჯილდოვებითაც ერთნაირად დაგაჯილდოვებთ. ხო? ნოდარიკო მელაძე, შენ შემოგევლოს შენი უფროსი გიორგი არველაძე, პროფესიონალიზმში და აქტუალურობაში. შენ გენაცვალოს მაღალი თავისუფლებასა და მიუკერძოებლობაში. შენი ჭირიმე გადაცემის სიმძაფრეში. დაუჯერებელი ისტორიები და ოჯახური სკანდალები ყველაზე ცხელ თოქ-შოუში ძალადობა, წამება და მკვლელობა. ფაქტები, რომელიც დღემდე არ სადგინახავთ. მე ხუთი წამაქცია, უკვე ფეხი მომწდა. ჩემი შვილი გინდა ერთ დღეს მოვკნა. იმას როგორ წარმოვიდგენი ხალხო, დედაშვილს მოვკნა. რას შვიდ ახლა იმავს. არადარცა ზივარა გააკეთა და რა შეიძლება. ცალკე და ხუპონი, ცალკე და ბავშვი, ცალკე და მშობლი. აი გადაცემას თუ აკეთებ, აი ასეთი უნდა გააკეთო რა. ჩახადა პროფილს მოსახლეობის ცრემლების რაოდენობა. თუ პროფილში კვირაში 10 ლიტრი ცრემლი იღრებოდა, ნოდარიკომ ხალხს კვირაში 25 ლიტრი ცრემლი დააყრევინა და ორი ადამიანი ინფარქტით გაისტუმრა იმ ქვეყნად. მეც ვუყურებდი ამ გადაცემას თვალცრემლიანი, მაგრამ გრძნობდი რომ რაღაც ააკლდა, რაღაც ისეთი, რაც ამაქვითინებდა. არა, ეხლა პრინციპში არც აკლდა ეს რაღაც, მაგრამ უფრო თვალსაჩინო უნდა ყოფილიყო, უფრო ჩემო ნოდარიკო, ხო? აი მე შენს ადგილას მაგ ჩუმ ჩანაფიქრებს აი ესე გავაკეთებ. სტუდიაში ქალბატონი, რომელიც საკუთარი ხელით 3 მცირეწლოვანი შვილი გაგუდა. მივესალმოთ ქალბატონი იზოს. ქალბატონი იზო დაბრძანდით. რა განცდა ქალბატონი იზო, როდესაც საკუთარ შვილს კლავ.
მექმარი ადრე გარდამეცვალა. მას შემდეგ ჩვენს ოჯახს ეკონომიკურად გაუჭირდა. არ მქონდა საჭმელი ბავშვები რომ გამომეყვება. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებდი, თუმცა საკმარისი არ იყო. სახლი მერიამ წაგვართვა. იმ ადგილას ახლა ფეშენებელური კორპუსი დგას. ცხოვრობდით ქუჩაში. მთავრობა არ გვეხმარებოდა. ჩემი შვილები ყოველდღე მაგვიძებდნენ გაყინულ გათოშილნი და საჭმელს ვთხოვდნენ და მე არ მქონდა საჭმელი რომ მათთვის მივეც. მიმართე ყველა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციას დასახმარებლად. შეპირდნენ რომ თუ არჩევნებში ხმას სააკაშვილს მივცემდი, მე დამასახმებდი. რა თქმა უნდა მე შემოვხაზე ხუთიანი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მომატყუეს. გაწამებული ვუყურებდი ჩემს შვილებს, ვუყურებდი კურიერს და ქრონიკას, სადაც ხედავდი აყვავებულ საქართველოს. ვიფიქრე ქვეყანაში რაღაც კეთდება და მე ასე უბედურად რატომ ვარ მეთქი. ამ ფიქრებში გართულს არ ვიცი რა დამემართა. მივედი და სამივე შვილი გავკვდი. აი ეს იყო ჩემი ისტორია. მას შემდეგ ვარ ციხეში, სადაც შედარებით უკეთესი პირობებია. აქ ქსოვას და ხელსაქმეს მასწავლიან და მე ახლა ვხვდები, რომ ჩვენი ქვეყანა მართლაც წინ მიდის და მალე ნატოში შევა. მე ვნანობ ჩემს აქციას, თუმცა არჩევანი არ მქონდა. და მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, რომ ყოველთვის ხმას მივცემ სააკაშვილს. მიშა, მე შენ მიყარხ. შენი შვილმკვდარი დეიდა იიზო. აი, ჩემონოდარიკო, აი ეს უნდა წამოგეწია წინა პლანზე. მართალია ახლა ეს იგრძნობოდა შენს შოუში, მაგრამ არა წინა პლანზე. მაგრამ მე რა ვერ გავიგე იცი. აი სად ერეკლეო და სად აი ამ თემასთან ახლა, აი ეს თემა რა შუაში. ძალიან ხშირია იგივე ოჯახებში, რომლებიც თბილისში ან საქართველოში ძალიან ცნობილები არიან, ძალადობის ფაქტები. ახლა სტუდიაში შემოგვერდება საქართველოს პირველი პრეზიდენტის, სვეტ გამსახურდიას ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, რომელიც გარკვეულწილად მცირე დოზით, თუმცა თავადაც გახდა ძალადობის მსხვერპლი. სოფო ჩიკილაძეს ვთხოვთ სტუდიაში. როგორც შენი, ასევე ძველი სატელევიზიო ინტერვიუებიდან ვიცით, შენი მეუღლე მე მგონი იყო კიდევაც წამალდამოკიდებული. ანუ ეს წამალდამოკიდებული უფრო არის, მე ვიტყოდი, არა მარტო პრობლემა არის ფსიქოლოგიური. იგივე როგორც ვთქვათ, რაღაც ავანტყოფობას ვთვლი მე ამას. დამსჭირდება მკურნალობა. ნახეთ ხალხო, ცოტნე გამსახურდეს, რუსეთუ მექვეყნის და სუსტის ქესის მტე. თურმე იჩხირავს და თან ბევს. ისე შემონოდარ ახლა ამის ნაცვლად მანანა არჩვაძე რომ მოგეწვია და მოგეყოლებინა როგორ არ უყვარდა ზვიად გამსახურდიას ქართველები, როგორ ეძმაკაცებოდა რუსებს, იყო წამალდამოკიდებული, კორუმპირებული არასაპრეზიდენტო კაცი და ის რომ სააკაშვილისნაირი ჯერ ჩვენს ისტორიაში არავინ ყოფილა და ალბათ არც სამომავლოდ იქნება. აი ესეც უკვე კარგი შეპრული გადაცემა იქნებოდა. აბა ეხლა მართლა რა შუაშია ხალხო, შვილმკვდარი დედები და ცოტნე გამსახურდი. არა, კი ვიცით ახლა რა შუაშიც არის, მაგრამ ვერა და ვერ გაგზავნა გიორგი არველაძემ ჟურნალისტად. აი ზუსტად მაგ არაპროფესიონალიზმის გამო დასასჯელი შენ კი არ ხარ. დასასჯელი არველაძეა, მხოლოდ რომ ჟურნალისტად ვერ გაგზავნა. გრძელდება ინვესტიციების მოზიდვა საქართველოში და ამისათვის ჩვენი ხელისუფლება უკან წამითაც არიხებს. მთავარია ინვესტიცია შემოვიდეს ქვეყანაში და სულ ერთი არ არის კაცო, რა გასხვისდება. აჭარაში სოფელ ციხის ძირთან მდებარე პეტრას ციხე გასხვისებულია. ინფორმაცია ამის შესახებ გაზეთ ბათუმელებს ნაკრძალის დირექტორმა ირაკლი ჩავლელიშვილმა მიაწოდა. ინფორმაცია კი ჩავლელიშვილმა თანამშრომელი ბუღალტრისგან მოიპოვა. სწორედ ამ ინფორმაციის თანახმად პეტრას ციხის 3200 კვადრატული მეტრი ფართობი 59 წლიანი იჯარის ვადით პირდაპირ მიყიდვის წესით სიმბოლურ ფასად ერთლარად გადაეცა უკრაინის მოქალაქეს, რომლის სახელი და გვარი ჯერჯერობით უცნობია. ახალმა მფლობელმა 500.000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. გაზეთ ბათუმელების ინფორმაციით პეტრას ციხე გასხვისებულია აჭარის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ. ციხეს ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს, 1999 წელს კი ჩამოყალიბდა პეტრას ციხის მუზეუმ-ნაკრძალი. მოკლედ, ჩვენი ქვეყანა ისეთი ქვეყანაა, რომ ყველაფერი იყიდება და სხვისდება, თანაც სიმბოლურ ფასად. აგერ ჩემო ტელემომძილებო, მიწაწყალი ხომ გაგვიყიდეს? კი ბატონო, გაგვიყიდეს. 2003 წლიანი ისტორია ხომ გადაგვაგდებინა ჩემ ამაღალმა და ახალი ისტორიის შექმნა დაიწყო. შენ ხარ ჩემი ბატონი, ხო და ესეც ასეა ახლა. უკვე კულტურული მემკვიდრეობის გასხვისება დაიწყეს სიმბოლურ ფასად, რომ ინვესტიციები შემოვიდეს, კაცო. ტყეები და მინდორველები უკვე ჩვენი აღარ არის და ახლა პეტრას ციხისნაირი რამდენი კულტურული ძეგლი გაგვაჩნია. მერე ბარძიას გაასხვისებენ სიმბოლურ ფასად და ინვესტიციას ჩადებენ. ერეკლე მეორის სასახლე და გეგუთის ციხესიმაგრესაც მიაყიდიან სიმბოლურ ფასად და მერე საქართველოს ეკონომიკური განვითარება სინათლის სიჩქარით, ესე იგი დაიწყებს. აბა რა კაცო. ამდენი ციხესიმაგრე და კულტურული მემკვიდრეობა გვაქვს. სათითაოდ ყველა რომ გავყიდოთ, ბიუჯეტით შეივსება, ბლომად იქნება ფული და პენსიაც $100-ზე მეტი გაგვიხდება. ისე მაღალო, მთელი საქართველო დაანიავე, ხან რა გაასხვისა და ხან საჩაადებინე ამუცხოველებს ინვესტიციები, მაგრამ გაიხიდე ერთი ფანჯრიდან გარეთ, რომელშენს მოქალაქეს დაეტყო ეგ ინვესტიციები. და ახლა კულტურული ძეგლების გასხვისებით კიდე ქვეყანა აყვავო. რა ვიცი, მე რაღაც ეჭვი მეპარებ. ისე ჩვენში დაჩეს და მართალი ხარ კაცო. ბოლო-ბოლო რაღაცაში ხომ უნდა გამოგვადგეს ეს ჩვენი წინავრების მიერ შექმნილი ძეგლები. ხო და ჩვენს გასაყიდად და ფულის შოვნაში ვადგება. ჩვენ რა ახლა შენ კი ნამდვილად გადგება და თან კარგათაც გადგება.
ახლა აბების ეთერში 5 პოლიტიკური აბის მიღების დრო. იცინიან და იცინიან პოლიტიკოსები. მეხუთე ადგილი. მეხუთე ადგილი დაიკავა დავით დარჩიაშვილმა. სავარაუდოდ იგი კარგად არის ჩახედული სხვადასხვა მთავრობების საქმიანობაში, რაც მას საშუალებას აძლევს თავისი შედარების უნარი გამოამშყავს. ეს ხელისუფლება, ისევე როგორც ნებისმიერი ეფექტიანი ხელისუფლება, მოქმედებს გუნდური პრინციპით, ხო? მეოთხე ადგილი. მეოთხე ადგილი დაიკავა მიხეილ სააკაშვილმა. აქამდე მეგონა რომ მის თავზე ხელაღებულ განცხადებებს საზღვარი ექნებოდა, თუმცა დავწმუნდი რომ მისი განცხადებებიც ისეთივე უსაზღვროა, როგორც უკიდეგანო კოსმოსი. ჩვენ აღვადგინეთ ასობით ქართული ეკლესია და მონასტერი. მესამე ადგილი. მესამე ადგილი დაიკავა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა. იგი უცხოელ ინვესტორებს ისეთ საქართველოში ეპატიჟება, რომ მეც ძალიან მინდა მოხვდე მაგ საქართველოში. ხდებით რეალურად ყველა ინდუსტრიულ კორპორაციას, ყველა ინდუსტრიულ ფედერაციას, რომელიც აერთიანებს მსხვილ ბიზნესს კორეაში და ვცდილობთ მაქსიმალურად მოვიზიდოთ მათი ყურადღება საქართველოსადმი იმ რეფორმებისადმი, რომელიც განხორციელდა საქართველოში, იმ ჩემი აზრით უნიკალური ბიზნეს გარემოსადმი, რომელიც არსებობს საქართველოში და მეორე ადგილი. მეორე ადგილი კვლავ დაიკავა ჩემმა მაღალ. მივხვდი რომ ამ ადამიანის მოსმენას არაფერი მირჩევნია. ხანდახან ისეთ რამეს იტყვის ხოლმე რომ ვერც ერთ ისტორიის წიგნში და ვერც ერთ ბრძნულ გამონათქვამში ვერ ამოიკითხავს ადამიანი. ვერ. ჯერჯერობით ჩვენ არ ვართ ამ ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, მაგრამ არასდროს ყოფილვართ 100 ახლოს მასში გაწევრიანებასთან. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არასდროს ყოფილვართ 100 ახლო თავისუფლებასთან და უსაფრთხოებასთან. პირველი ადგილი. პირველი ადგილი დაიკავა უმრავლესობის წევრმა დავით დარჩიაშვილმა. იგი იმავე დემაგოგიური მეთოდებით ცდილობს ხალხის დარწმუნებას, როგორც ამას ჩემი მაღალი აკეთებს და უნდა ითქვას, რომ ცუდათაც არ გამოსდის, ხო? ხელისუფლებას აქვს ერთი განსხვავებული თვისებრივად ტვირთიც და უპირატესობაც. იგი მოქმედებს. კი არ ლაპარაკობს, რა თქმა უნდა ლაპარაკობს, მაგრამ მოქმედებს. ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოვიჩვილისგან. თუ მიიღებთ სხვა აბებს